ცვლილებები ძალოვან უწყებებში და ახალი სამინისტრო საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, იუსტიციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში ხელმძღვანელ პირთა ცვლილების შესახებ განაცხადა. ქართული ოცნების გუნდის გადაწყვეტილებით სუსის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გრიგოლ ლილუაშვილი ვადაზე ადრე გადადგა და მას ახალი სამინისტრო ჩაბარდება. მის ნაცვლად უშიშროების ორგანოს მოქმედი იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო იუსტიციის მინისტრად ქართული ოცნების დეპუტატი პაატა სალია დაინიშნება. ირაკლი კობახიძეს ამ ცვლილებების საჭიროების მკაფიო მიზეზებზე არ უსაუბრია. პირველ რიგში დამოუკიდებელ სამინისტრო ჩამოყალიბდება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველყოფა იქნება. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეწურება უფლებამოსილების ვადა. კანონის თანახმად მას აღარ ქონდა აღნიშნული თანამდებობის დაკავების უფლება. ბატონმა გრიგოლ ლილუაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარუდგენთ ბატონი ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი პაატა სალია. ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერები დადებითად აფასებენ ამ ცვლილებებს მთავრობაში. ამბობენ, რომ პოლიტიკურ გუნდში არავის მიმართ არ ყოფილა უკმაყოფილება და ეს მხოლოდ გეგმიური ძალთა გადანაწილება უფრო ეფექტური მმართველობისთვის. როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობ ასეთ რთულ პერიოდში უშეცდომოდ და სხვებთან ერთად უზრუნველყოფ იმას, რომ შენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს განამტკიცოს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რაც გვაქვს დღეს, მათ შორის ერთ-ერთი არის გრიგოლ ლილუაშვილი, ვისაც უშუალო დამსახურება ეს არის. შესაბამისად, ეხლა ეს დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, ფაქტსა და ვიღაცის შეფასებას შორის მოდი გთავაზობთ, რომ ფაქტს მივანიჭოთ უპირატესობა, ნამდვილად ეწურებოდა ამ ადამიანს და გადანაცვლებები ეს ახალი არ არის ზოგადად მთავრობაში, არც საქართველოში, არც მსოფლიოში და ვფიქრობ წარმატებული მუშაობა, საქმიანობა, მოღვაწეობა უნდა უსურვოთ ეს დღე დაგვრჩენია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსთა ნაწილისთვის სრულიად უინტერესოა ცვლილებები მათი შეფასებით არალეგიტიმურ მთავრობაში. ნაწილი კი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გრიგოლ ლილუაშვილის ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაპარვა არაპატია და ამ ფორმით სჯის. მმართველი გუნდის ოპონენტთა ნაწილი კი თვლის, რომ ქართული ოცნება სუსის გამოყენებით მომდევნო არჩევნების შედეგების მითვისებისათვის ემზადება. ვინ რა ადგილს იკავებს არალეგიტიმურ ხელისუფლებაში აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია ეს შემთხვევა. ივანიშვილი ძალიან იმედგაცრუებული, ფრუსტრირებული იყო, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა სწორედ ლილუაშვილის სუსის ხელმძღვანელობის პირობებში შეძლო ქვეყნის დატოვება. ამიტომ არ გამოურიცხავ იმას, რომ სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს მისი ჩამოშორება სუსიდან. თავისთავად სამინისტროს ორად გაყოფა არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ ახალი წყარო შეიქმნას ქართველი ხალხის ფულის მიტაცების. სინამდვილეში სუსი გააგრძელებს ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით. სუსის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია. ვადა გაუვიდა, გადაალაგეს სუსიც, თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით. ოცნება ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის. სუს მთავარი როლი ჰქონდა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში. ახალი არჩევნებისთვის გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად გაყალბების პრაქტიკები ახალ მწვერვალებს მიაღწევს. პარლამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს 4 აპრილის სხდომაზე აირჩევს. მიმდინარე სასესიო კვირას მხოლოდ 2 პლენარული სხდომა იყო დაანონსებული. პარლამენტს სესიის ფორმატში 1 და 2 აპრილს უნდა ემუშავა, თუმცა პარასკევს სხდომის გამართვის საჭიროება ამ სამთავრობო ცვლილებებმა განაპირობა. ალიკო გვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.